ამ საქმით დაინტერესებულებს წინ კიდევ ბევრი რამ ელოდებოდათ. იმიტომ რომ, როდესაც შეისწავლეს ხე, რომელზეც ეს ყველაფერი იყო აღმოჩენილი, ნახეს რომ მასზე არანაირი კვალი არ არის არაფრის. მაგრამ გვერდზე ორ ხეზე არის ჩამოთლილი თითქოს ქერქი ხეებზე და ისეთნაირად არის მოჭერილი რაღაცა საგნით, აი მერქანზე რომ აი მერქანის შემადგენელი მილები, წვრილი მილები არის გაჭყლეტილი. ეს მხოლოდ შეეძლო ძალიან ძლიერ პრესს, აი რაღაცა ძალიან სპეციალურ დანადგარს, იმიტომ რომ ამას ვერც დათვი, რომელზეც შავი დათვებია გავრცელებული ბარი-ბალი, ვერც ადამიანი ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. პლუს 12 მეტრის სიმაღლეზე ატანა ადამიანის გვამისა, რომელიც 80 კილოს იწონიდა. თოკების და სპეციალური ხელსაწყოების გარეშე რთულია. წარმოუდგენელია, მე თვითონ მკითხავ და მჭირდება რამდენიმე ადამიანი ორმა ჩააბაზე, სამმა აკაჩოს, მე იქ დაანაწევრონ და ასეთი ხელოვნების ნიმუში ბჭყალებში, რა თქმა უნდა, შექმნან. CVS საპოლიციო განყოფილება, რომელსაც ეკუთვნის ტერიტორიულად ეს ადგილი, აცხადებს, რომ გამოვიძიეთ და არაფერი ზებუნებრივი არ მომხდარაო, ეს როგორც ჩანს, ცხოველებმა გააკეთესო და მანამდე დაისვენეთო, სანამ გამოძიება ბოლომდე არ დასრულდებაო. ვერსია იმის შესახებ, რომ მანიაკმა მოკლა უკვე გითხარით, რომ ამოვარდნილია, იმიტომ რომ ერთი ჯგუფი უნდა ყოფილიყო მთელი მანიაკების, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებია. რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდა საბოლოო დასკვნა და ეს cold case-ად იქცა, ანუ გამოუძიებელ საქმეებში წავიდა, გაყინულ საქმეებში, რომ მილსი დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში და ამ გაურკვეველი ვითარების მიზეზი არის ან გარეული ცხოველი, ან გარემო პირობები. ესეთი რუტინული ბიუროკრატული ენით, მშრალი ენით დაწერილი დასკვნა, რომელსაც რა თქმა უნდა, ოჯახი არ დაეთანხმა და მილს ყავს და რომელიც მასზე უფროსია და მის ხელშია მილსი გაზრდილი, ამიტომ დამიკისრა ამ საქმის გამოძიება. შექმნა ფონდი, სხვადასხვა მილსის აი თაყვანისმცემლებმა ბლოგის გამომწერებმა შეკრიბეს ფული საკმაო რაოდენობით და მათ დაიქირავეს კერძო დეტექტივი ფრენკ ჯენკინსი. ფრენკი ყოფილი პოლიციელია, მან რა თქმა უნდა იცის გადასარევად პოლიციელების დამოკიდებულება ასეთი გაყინული საქმეებისადმი და იგი იწყებს თავის გამოძიებას. მით უმეტეს სტიმული აქვს საკმაოდ კარგად უხდიან მას. პირველი რასაც აკეთებს ჯენკინსი, ეს არის იმ ხალხის თავიდან გამოკითხვა, ვინც პირველებმა დაიწყეს მილსის ძებნა, ან პირველი მოწმეები იყვნენ მილსთან შეხვედრის, ან შესაძლო შეხვედრის. ამ ძიებისას ჯენკინსმა იპოვა ჰენდერსონების წყვილი, ხანში შესული ხალხია, 70 გადაცილებულები, რომლებიც ძალიან ხშირად დადიან ამ ადგილებში. მათ თქვეს, რომ პარკინგზე ისინი და მილსი ერთად მივიდნენ, მიესალმენ ერთმანეთს, გამოკითხეს ვინცად მიდიოდა, მილსმა მათ გაასწრო, რადგან ახალგაზრდა იყო, მას ჰქონდა თან ზურგჩანთა, ზემოდან კარავი და საძილე ტომარა დამაგრებული. ჰენდერსონები გაყვნენ ბილიქს და 2 კილომეტრის გავლის შემდეგ მათ მოესმათ უცნაური გუგუნის და კაკუნის ხმა. ეს ახლა არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ტყეში ხარ, ან ზოგიერთი ან დააკაკუნებს, ან დაუსტვენს, ან რაღაცას გააკეთებს, ჩვეულებრივი მოვლენაა ტყეში, მაგრამ ეს იყო ესეთი ხმაო, რომელიცო აი თითქოს ძვალსა და რბილში ატანდა და პანიკური შეტევა დაგუმართა ორივესო. ამიტომ ძალიან სწრაფად მოვტრიალდით და წამოვედით უკან. როდესაც გამობრუნდითო, უკვე მოგვესმაო ძალიან უცნაური სიცილის ხმა, რომელიც ხარხარში გადავიდა. ესეცო პირველად გავიგონეთ ასეთი ხმა და რაც თავარია, ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ეს სიცილი თითქოს ვიღაცამ ჩაკვეთაო და ამასთან ერთად ტყე დადუმდა აბსოლუტურად ესე. ტყეში საერთოდ არც ერთი ხმა აღარ ჭრიჭინობელას, აღარც ფრინველის, არც ნიავის, არც ფოთლების შრიალის აღარ ისმოდა. ამან თლად გადაგვიყვანა ჭუიდან და რაც შეგვეძლო, რაც იცრებდა შეგვეძლო, დავბრუნდით პარკინგზე, ჩავსხეთ მანქანაში, ჩვენ იმის მერე იქეთ აღარ გაგვიხედიო. ჯენკინსმა კიდევ ერთი მოწმე იპოვა, ეს გახლდათ ვინმე საილას ბლეკვუდი. ბლეკვუდი მეშვიდე თაობის კვიდრი გახლავთ, აქაურობის, ცნობილი მონადირეა, კვალის მაძიებელია, ეროვნული პარკის მახლობლად ცხოვრობს. საილას როგორც ტყის კაცს ადგილობრივ მთავრობასთან რა თქმა უნდა ცუდი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ იგი უამბობს დეტექტივს, რომ
სმოუკის ტყეში არის ადგილები, რომელსაც ჩვენო ვეძახით მკვდარ ზონებსო. ჩვენ იქ არ შევდივართ და ამ მკვდარი ზონის გამოცნობა ძალიან ადვილია. უკვე შორიდანაც კი, იმიტომ რომ იმასთან მიახლოებული უკვე გრძნობ რაღაცა შფოთვას. პლუს ხედავ რომ ის ადგილი არის მოწმენდილი, დალაგებული ისეთნაირად არის გაწკრიალებული, რომ თითქოს აქ არც არასდროს ხარი არ ყოფილა, არც არასდროს არც ერთ ცხოველს არ გაუვლია, ადამიანს არ გაუვლია და აი ამ ზონებსო ჩვენო შორიდან უვლითო. იქ მეო ცოცხალი ორგანიზმი, აი ბუზიც კი არ მინახავს ამ პეპელას შიგნით შეფრენილიო ისეთი უცნაური ადგილია, სოკოც კი არ იზრდებაო. საილასმა დეტექტივს უამბო, რომ კრისის გაქრობამდე 2 წლით ადრე იგი ამ ადგილებში ნადირობდა და ასეთი ზონის საზღვარზე გადააწყდა უცნაურ ნაკვალებს, რომელიც ზონაში არ შედიოდა, მაგრამ ზონას თითქოს წრეს ურტყამდაო. ეს იყო ესეთ სამთითა რაღაც არსების ნაკვალები, რომელსაც ასევე ქონდა კლანჭების ესეთი ბასრი რაღაც საგანი იყო, თითქოს ჩარჭობილიო ამ ნაკვალების წინ, ანუ დიდი ზომის კლანჭები ქონდაო. და აი სწორედ ჯენკინს გაახსენდა, რომ აი ეს ჩამოტყავებულ ხეებზე გარდა იმისა, რომ ეს დაპრესილი იყო მერქანი, იყო ასევე აი რაღაცა ბასრი თითქოს საგნის ჩანარჭობები, რომელიც შეიძლება აღიქვა ადამიანმა როგორც ძლიერი კლანჭის დანარტყამი, მაგრამ ეს კლანჭი არ იყო ნამდვილად დათვის. ჯენკინსმა საილას აჩვენა გადაღებული ფოტოები ამ ხეების და საილასმა ჩაილაპარაკა ის კვლავ მოსულაო. ჯენკინსმა ფოტოშოპის ოსტატებს კრისტოფერის მიერ გაგზავნილი ბლოგში გაგზავნილი ფოტო დაამუშავებინა და იქ მათ შენიშნეს თითქოს სილუეტი. საკმაოდ დიდი მაღალი ადამიანის, რომელიც ტყის ფონზე იდგა და თითქოს შერწყმა უნდაო ხეებთან. ნუ რა თქმა უნდა უკვე ინტერნეტში გაგზავნილი ფოტო საკმაოდ ცუდი ხარისხის არის, მისი ამოქაჩვა ასევე ეძახიან ფოტოშოპისტები რაღაც დეტალების ამოღებას ფოტოდან შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ეხლა რა ფორმატი ის არ იყო, რა ფორმატიდან თქვენ შეგიძლიათ ჩრდილებიც ამოქაჩოთ, გადანათებული ადგილები ჩაახშოთ, ასე რომ ასეთი რამ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოზე შეუძლებელია, მაგრამ რაც იყო ის რომ აშკარად რაღაცა სილუეტი ჩანდა, რომელიც თითქოს იმალებოდა კიდეზე და თითქოს აკვირდებოდა კრისტოფერს. თუ ამ ფაქტებს შევაჯამებთ, მივიღებთ შემდეგ სურათს, რომ 2015 წლის 2 სექტემბერს საღამოს კრისტოფერ მილსი შლის კარავს ხედით ტყისკენ, იღებს ფოტოს, აგზავნის ბლოგზე და აწერს, რომ ხალხგადასავლები იწყება. ამის შემდეგ იგი დგება, აკრიბავს თავის კარავს და ზურგჩანთას და ტყეში შედის, როგორც ჩანს. აი აქ უკვე რა ხდება კაცმა არ იცის. სად ქრება ზურგჩანთა, სად ქრება კარავი, ვის მიაქვს ისინი, ვინ კლავს კრისტოფერს, ვის აქვს მისი სხეული ხეზე და ვინ ჩადის იმ საზარელ დანაწევრებას, რაც უკვე ზემოთ ხდება. ახლა რაც შეეხება ობიექტურ მომენტებს. ზოგადად მთაში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული ინფრაბგერების გამომუშავება, როდესაც ქარი უბერავს, სხვადასხვა სიღრუეებში წარმოიქმნება ძალიან დაბალი სიხშირის ბგერები, რომელსაც ჩვენი ყური თითქმის ვერ აღიქვამს, ისევე როგორც ულტრაბგერებს. ეს არის ძალიან დაბალი ულტრაბგერები, ძალიან მაღალი სიხშირისაა და მოგეხსენებათ, მათ ღამურები და ვეშაპისნაირები იყენებენ როგორც მესამე თვალს. მათი საშუალებით ხედავენ, ისინი უბრალოდ ყურების საშუალებით იქედან ანარეკლი ბგერების. აი ინფრაბგერა უკვე გახლავთ ძალიან დაბალი, იმდენად დაბალი, რომ ჩვენი ყური ვერ აღიქვამს, მაგრამ აღიქვამს ჩვენი სხეული. და ინფრაბგერები იწვევენ პანიკურ შეტევას. ეს ცნობილია, იმიტომ რომ სხვადასხვა კონცერტებზე ზოგჯერ იყენებენ ხოლმე ამ მსგავსი ძალიან ცოტა ხნით, რომ რაღაც ეფექტი მოახდინონ. ახლა აკრძალულია მსგავსი ბგერების გამოყენება და აქედან გამომდინარე თქვენ ვეღარ გაიგონებთ, მაგრამ ეს ერთი პერიოდი ესეთი მაიმუნობა იყო მიღებული. და შესაძლოა რომ სწორედ ჰენდერსონებმა ინფრაბგერა გაიგონეს, იმიტომ დაეწყოთ მათ პანიკური შეტევა. ბლექუდის ისტორია ცოტა ნაკლებად დამაჯერებელია, იმიტომ რომ ბლექუდი ესეთი მყარი მომხმარებელია და გამოცდილი შინახადი ვისკის და მაინც არ დაეჯერება მას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში Great Smoke Mountain-ის აი ამ ადგილას რო რაღაც საოცრება და მოხსნელი მოხდა, ეს ფაქტია.
ჯენკინსი და კრისტოფერის და არ დაკმაყოფილდნენ ამ გამოძიებით. მათ დაიწყეს ძველი გაზეთების ქექვა და ძველი საქმეების ამოწევა. მათ ერთგვარი ფილტრი დააყენეს, უნდა ყოფილიყო აუცილებლად ეს Great Smoke Mountains-ის ტერიტორიაზე, უნდა ყოფილიყო გამქრალი ადამიანი უკვალოდ და უნდა ყოფილიყო რაღაცა უცნაური ამ გაქრობაში, ან თუ მკვლელობა იყო აქაც ამოუცნობი. პირველი რასაც მიაგნეს, ეს იყო 1998 წელს 45 წლის მონადირის მაიკლ პერის ციკლი თუ გაქრობა. იგი შევიდა ტყეში, მას ჰქონდა მოწყობილი მირმებზე დასაკვირვებელი პლატფორმა ხეზე, წაიღო საკვები, წაიღო ყავა, ავიდა ამ პლატფორმაზე და გაქრა. არ დაბრუნდა მეორე დღეს, არ დაბრუნდა მესამე დღეს, ატყდა პანიკა, გამოიძახეს სამაშველო სამსახურები, გადააქოთ ეს ტყე, ვერავინ ვერსად ვერ იპოვეს. მეორე შემთხვევა 2004 წელს ხდება. ეს არის 22 წლის ბოტანიკოსის სტუდენტი ემილი კარტერი, რომელიც ტყეში აგროვებს იშვიათი ხავსების სხვადასხვა ნიმუშებს, მას მუდმივი კავშირი აქვს სატელეფონო და რაციით თავის ხელმძღვანელთან, რომელიც პარკინგზე ელოდება. რაღაც მომენტში ემილისგან უცნაური შეტყობინება მისდის მის ხელმძღვანელს, რაღაც უცნაური ვიბრაცია ძალიან დაბალი სიხშირის გუგუნი მესმის, ძალიან მეშინია, მოვდივარ. ემილი არ მისულა თავის ხელმძღვანელთან. იგი გაქრა. არავინ იცის სად არის. რა თქმა უნდა, დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია, მაგრამ ვერაფერი. 2009 წლის ნოემბერი. 4 სულიანი ოჯახი, ახალგაზრდა დედა, მამა და მათი 2 შვილი, 7 და 10 წლის ბიჭები, შლიან კარავს ტყესთან ახლოს, შედიან ტყეში და ქრებიან. ეს ყველაზე იდუმალი გაქრობა არის Smoky Mountain-ის პარკის ისტორიაში. იმიტომ რომ როდესაც სხვა ტურისტები მივიდნენ ამ ადგილას, მათ ნახეს რომ ჩაიდანი ცხელია, ანუ ხალხი ახალი გასულია, წინდები და ფეხსაცმელები, მთელი აღჭურვილობა თითქოს სპეციალურად აი რაღაც დაულაგებიაო ვიღაცასო. ანუ ესეთ წკრივში იყო ჩალაგებული ეს ყველაფერი. ანუ ხალხი რომელიც იყო წასული სალაშქროდ, უცებ იხდიან სალაშქრო აღჭურვილობას, ალაგებენ კარავთან და შედიან ტყეში და ქრებიან. ეს არის დღემდე ამოუცნობი საიდუმლო, რომელსაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვიმხელს ეს ადგილი. ჯენკინსმა ეს ყველაფერი გამოაქვეყნა, ადგილობრივ პრესას მიცა ინტერვიუ, ტელევიზიაშიც გამოვიდა, მაგრამ საგამოძიებო უწყებებიდან სრული იგნორი, ამიტომ ჯენკინსი ძალიან გაბრაზებულია და მას უკავშირდება ვიღაც ანონიმი. თავი მან გამოაცხადა და გააცნო ჯენკინს როგორც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომელმა და უთხრა რომ დაცულ ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტები გადის ეგრეთ წოდებული X-ფაქტორიანი ინციდენტების სიაში. ეს არის ეგრეთ წოდებული ასევე cold case-ები, ანუ ცივი გაყინული საქმეები, რომელთა გამოძიებაც არ ხდება. ვერ ხერხდება და ამიტომ ისინი თაროებზე იდება. არიან ამ გაუჩინარებებში ჩართული მთვარის თვალებიანები, თუ ჯუდაკულა, თუ საილასის ამბობი, მკვდარზონებზე თუ აი ეს დანის თითიანი ქალი, რა თქმა უნდა ეს უკვე ჩვენი ფანტაზიის გადასაწყვეტია, ვინღაც უფრო მატერიალურ და მატერიალისტურ ახსნას მოუძებნის ამ ყველაფერს, ვიღაცა რა თქმა უნდა აუსულებს და აბრალებს. დღესასწაულებმა ჩაიარეს, მაგრამ ზამთარი გრძელდება. მართალია დღემ მომატება დაიწყო, მაგრამ ნამდვილ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ჭირვეული თებერვალი და მარტი გვაქვს გასავლელი. საჩუქარი წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებს ადამიანს. განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც მაქსიმალურად იქნება სამშობლოს მადლიანი მიწისა და მზის სურნელი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება წამოიწყეს, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულად კბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა,
მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. დღეს უკვე შესაძლებელია ამ ნაკრების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაგზავნა. ტარიფებს ეკრანზეც ხედავთ და ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს. ხოლო თუ ამ პრომოკოდს გამოიყენებთ, თქვენ როგორც ჩემი არხის მაყურებლები დღეიდან 7%-ის ნაცვლად 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. 20% სახუმარო არ გახლავთ, ეს ფასის მეხუთედია. თუ ნაკრებს ამ პრომოკოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ ახლავე და აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. X-ფაქტორიანი ინციდენტი და Missing 411. ეს რაღაც თითქოს რაღაც ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს წააგავს, მაგრამ თუ აპალაჩების ისტორიას გადავხედავთ, მიხვდებით, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არის, მაგრამ სად არის ცეცხლი, ეს არის საინტერესო. იქ, სადაც სპეცსამსახურები ჩნდებიან, მაშინ, როდესაც მათ არავინ ელოდება. ტერმინი Missing 411, ანუ დაკარგვა 411 უკვე კარგად ნაცნობი ფენომენია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამოუხსნელი გაუჩინარებებით და მისტიკით ამ ადგილებში და ზოგადად ამერიკის კონტინენტზე. ეს არ არის უბრალო სტატისტიკა, ეს არის კვლევა, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებებს ეძებს იქ, სადაც ლოგიკა ჩერდება ხოლმე. რას ნიშნავს ის სინამდვილეში? საიდან მოდის ეს სახელი Missing 411? მომდინარეობს იგი ყოფილი პოლიციელისგან და გამომძიებლისგან დევიდ პაულიდესისგან. პაულიდესი იკვლევს ისეთ გაუჩინარებებს, რომლებიც X-ფაქტორიან ინციდენტებს ეხება, ანუ თაროზეა შემოდებული, ანუ როდესაც გამოძიება მიზეზსაც კი ვერ პოულობს, რატოა გამქრალი ადამიანი. 411-ის კრიტერიუმები არის შემდეგი. ადამიანი უნდა გაქრეს უკვალოდ, იგი უნდა გაქრეს იდუმალ ვითარებაში, უნდა გაქრეს ძალიან სწრაფად და ძალიან ხშირად ნივთებს პოულობენ ან ვერ პოულობენ. ასევე შეუსაბამო ლოკაციები არის ამ შემთხვევაში მაგალითად ისეთ ადგილებში აღმოაჩენენ თქვათ ადამიანის ნაშთებს, სადაც იგი არ უნდა იყოს. Missing 411 არ არის მხოლოდ საშინელებათა ისტორიები, ეს არის მცდელობა, რომ აიძულონ სახელმწიფო ორგანოები ბოლომდე გამოიკვლიონ ეს ისტორიები. ეს ძალიან საჭირო არის არა მხოლოდ თქვათ ახლობლებისთვის, რომლებიც ელოდებიან თავიანთ დაკარგულ ოჯახის წევრებს, არამედ ზოგადად საჭიროა, იმიტომ რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ერთ-ერთი ასეთი ძალიან ტრაგიკული საქმე გახლავთ 6 წლის დენის მარტინის გაუჩინარება. ეს ერთ-ერთი პირველი X-ფაქტორიანი Missing 411-ია. 79 წლის 14 ივნის მამის დღეს მარტინების ოჯახი ტრადიციასამებრ Smoky Mountain-ში მიდის და Spencefield-ის ველზე შლის კარავს. გარდა მარტინსებისა არიან კიდევ სხვა ოჯახის. ამ სხვადასხვა ოჯახის ბავშვები ძალიან სწრაფად ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას და როდესაც უფროსები რაღაც ბარბეკიუს და რაღაცებს წავენ, ესენი იმალებიან ბუჩქებში. და უნდათ რომ შეაშინონ უფროსები და გამოცვიდებიან ყვირილით, მაგრამ ყველა გამოცვიდება გარდა დენის მარტინისა. დენის მარტინი არის 6 წლის და მამა მომენტალურად იწყებს ძებნას. ანუ ყველა ესენი ბუჩქებში შევიდნენ და ერთადერთი ეს ბიჭი გაქრა. დენის აცვია ჯინსები და ძალიან მკვეთრი წითელი ფერის პერანგი. ძალიან ბევრი ხალხია ამ მინდორზე და ყველა ერთვება დენის მარტინის ძებნაში. შემდეგ რა თქმა უნდა ატყობინებენ სამაშველო სამსახურებს, ერთვება ვერტფრენები, ასობით ადამიანი შედის ტყეში და არა, გამქრალია. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აქედან ერთ-ერთი თვითმხილველი გვარად K ამბობს, რომ მან გაიგონა საზარელი კივილის ხმაზე მან გაიხედა და დაინახა, რომ ზონძებში ჩაცმული ადამიანი, ზურგზე გადაკიდებული წითელი ფერის მაისურიანი ბავშვით ხელში ტყეში შერბოდა. ეს იყო და ეს დენის მარტინის შესახებ სხვა არავინს არაფერი გაუგია. და აი ამ მომენტში ირთვება X-ფაქტორი. სამძებრო სამუშაოებში სრულიად შემთხვევით ჩაერთო მწვანე ბერეტები. შეგახსენებთ, რომ 1969 წელს ხდება ეს ამბავი, ანუ იმ დროს, როდესაც ამერიკა აწარმოებს ვიეტნამთან ომს და უეცრად
გამოძიებაში და სამძებრო სამუშაოებში ერთვება მწვანე ბერეტების, ანუ სპეცდანიშნულების რაზმი. საიდან მოხვდნენ ისინი, რატომ გამოჩნდნენ აქ? ოფიციალური ვერსიით ისინი თითქოს ვიეტნამში წასვლამდე გადიოდნენ აქ წვრთნას. სინამდვილეში აქ არანაირი სათვრთნელი მოედანი არ არსებობს. როგორც დენისის მამა ამბობს, FBI-მ სიმართლე დამალა, საგამოძიებო უწყებებმა სიმართლე დამალეს, სინამდვილეში მოხდა რა, რომ მწვანე ბერეტებმა გაწმინდეს ჰილბილებისგან, რომლებიც თითქოს აქ ცხოვრობდნენ ეს ტერიტორია. იყო მანამდე საუბრები, რომ გამოქვაბულებში აი ჰილბილების რაღაცა ნაწილი ცხოვრობს, რომლებიც სრულიად გაველურებულები არიან, უკვე მეორე თაობა ცხოვრობს იქ, ვერ იტანენ ადამიანებს და ხშირად იტაცებენ ხოლმე. არის ეს ვერსია, მას აქვს ცოცხლის უფლება პრინციპში, რატომაც არა და ამის შემდეგ მსგავსი რამ ამ ადგილებში არ მომხდარა, რომ თქვა ბავშვები მოეტაცებინათ. ბავშვი ვერ იპოვესო, როგორც ამბობს დენისის მამა და უბრალოდ მოასუფთავეს იქაურობა, ალბათ დახოცეს ან დააპატიმრეს და სადღაცა გააკრეს მოკლედ ის ჰილბილები, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენო. მისინგ 411-ის კიდევ ერთი მაგალითი. 1976 წლის 6 ოქტომბერს 16 წლის ტერეზა ტრენი გიბსონი მეგობრებთან ერთად ერთდღიანი ექსკურსიით არის ასული კლიმანს დოუმის მთის ბილიკზე. ისინი ავიდნენ მთაზე და უკან ბრუნდებიან და ტერეზა ცოტა ხნით გადავიდა ბილიკიდან. ჯგუფი გაჩერდა ელოდება. გავიდა 2 წუთი, 3, 4, 10 ნახევარი. შევიდნენ არც არაფერი საერთოდ. თითქოს არც ყოფილა ადამიანი, გაქრა. რა თქმა უნდა, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ტერეზა ვერაზროს ვერ იპოვეს. 1991 წელი Great Salt Mountain-ის ეროვნულ პარკში 58 წლის პოლინ მელტონი მეგობრებთან ერთად პიკნიკზე მიდის. როცა მეგობრები უკან ბრუნდებოდნენ, პოლინმა მათ ცოტათი გადაასრო, გზა აღმართში ადიოდა, ის აღმართზე ავიდა და მოეფარა თვალს. მეგობრებმაც გადაიარეს აღმართი და პოლინი გამქრალია. რა თქმა უნდა, ის ვერ იპოვეს. 2012 წლის 3 მარტს 23 წლის დერეკ ლოუკინგმა ჩრდილოეთ კაროლინაში სასტუმრო ჩეროკი დატოვა და ნიუფაუნდლენდ გეპის ეროვნული პარკისკენ აიღო გეზი. მანაკ მანქანა სადგომზე გააჩერა, ტყეში შევიდა და გაქრა. 2013 წლის 18 ივნისს 34 წლის მარკ ევანსი 5 მეგობართან ერთად და თავის შეყვარებულთან ერთად მდინარე ნანტაჰალის მიდამოებში გასცემს ბანაკს. ბანაკი მდინარიდან 25 მეტრშია და მარკი ითქვის, რომ ხვალდილით მე შემეზარება წყლის მოტანა და მოვდი ბარემ ახლა მოვიტანო და საღამოა, უკვე საღამოს პირია, წავა 2 კანისტრით და წავა. ამ მდინარის ესეთი უცნაური სახელი ნანტაჰალი მომდინარეობს ჩეროკების ენიდან და მისი გაშიფრვა ასე ხდება მდინარე, რომელსაც მხოლოდ შუა დღისას ხედავ. ესეთი უცნაური სახელი აქვს მას. გადასარევი ამინდია 24 გრადუსია, ძალიან კომფორტული ტემპერატურაა, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი მარკი არ ჩანს, ამიტომ მისი შეყვარებული და კიდევ ერთი ბიჭი მიდიან მარკის მოსაძებნად. ისინი ხედავენ მდინარის პირას წყლით სავსე კანისტრებს, მაგრამ თვითონ მარკი გამქრალია. რა თქმა უნდა, მას ვერ პოულობენ. ერთადერთი ის არის, რომ მეორე დღეს მოყავთ სამაშველოები, სამძებრო სამუშაოები იწყება, ძაღლებს ჩართავენ მასში და ძაღლები ამ ადგილიდან 3 კილომეტრში იპოვიან მარკის საწვიმარს და წინდებს, რომლებიც ისეა დაალაგებული, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად დაალაგაო. 12 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოები, არაფრით თავდება, ჩართულია აქ ვერტფრენები, ყველაფერი, მაგრამ არც არაფერი. კიდევ ერთი უცნაური გაუჩინარება, რომელსაც საშინელი სისხლისღვრა უძევს წინ. 39 წლის უილიამ ბრედფორდ ბიშოპი გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ დიდი განყოფილების უფროსი. მან იცის ფრანგული, იტალიური, სერბულ-ხორვატული, ესპანური ენები. იგი არის ძალიან გამოცდილი მოგზაური, მას აქვს გამოცდილება აფრიკის და აზიის ჯუნგლებში, თვითმფრინავის ტარების უფლება აქვს და ლიცენზიაც აქვს პილოტის. არის 39 წლის, ყავს მეუღლე, დედა და 3 შვილი. 2 მარტს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებმა ქალაქ ბეთესდაში
მერილენდის შტატში გამოძახებაზე მივიდნენ ისინი და საშინელი სურათი აღმოაჩინეს. ვიღაცას ბიშოპის 66 წლის დედა, 35 წლის მეუღლე და 5, 10 და 14 წლის ვაჟიშვილები ნაჯახით აეკუწა. ეჭვი ბიშოპზე მიიტანეს და ეს ეჭვი საბოლოოდ გაიფანტა მას შემდეგ, რაც ბიშოპი დააფიქსირა კამერებმა აქედან 500 კილომეტრის მოშორებით ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში, სადაც იგი ახალგაზრდა გოგონასთან ერთად მივიდა. ისინი როგორც შეყვარებულები ისე იქცეოდნენ. მას თან ახლდა ძაღლი, ოჯახის ძაღლი, წამოყვანილი ოჯახიდან და ამ წყვილმა შეიძინა დიდი რაოდენობით ტურისტული აღჭურვილობა. შემდეგ 5 მარტს მისი მანქანა იპოვეს Great Smoky Mountain-ის სადგომზე, პარკირებაზე და ხალხმა, რომელმაც იგი დაინახა, თქვა, რომ იგი მარტო იყო, ხოლო ძაღლთან ერთად საკმაოდ დიდი ზომის ზურგჩანთა ჰქონდა, მაგრამ ძალიან სწრაფი და ესეთი გამართული ნაბიჯით მიდიოდა, ყველას გამოესაუბრა და შევიდა ტყეში. ამის შემდეგ უილიამ ბიშოპი არავის უნახავს. როგორც თქვი, მას კარგი უნარები ჰქონდა ველურ პირობებში არსებობის, არ არის გამორიცხული, რომ მან რაღაც მონაკვეთზე უკვე გადაწყვიტა, რომ ტყეში აღარ ყოფილიყო და გამოვიდა იქედან, შეიცვალა გარეგნობა და სრულად სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ იგი ჯუდაკულამ ან ამ ბასრთითიანმა ქალმა სადღაცა გააქრო. ასეა თუ ისე მის დაჭერაზე 2 მილიონიანი ჯილდოა გამოცხადებული და იგი ერთ-ერთ ყველაზე ძებნილ დამნაშავედ ითვლება ამერიკაში. 1975 წელია მარტი, საკმაოდ ცივა, აპალაჩების ბილიკი ტენესისა და ჩრდილოეთ კაროლინას საზღვარზე გადის. 20 წლის სტუდენტი მარკ ჰანსონი თავის ორ მეგობართან ერთად მიუყვება ბილიკს, ამინდი ძალიან სწრაფად ფუჭდება, იწყება თოვლის შტორმი, ტემპერატურა ეცემა და მარკი აცხადებს, რომ მას უკვე სიარული აღარ შეუძლია. მისი სხეული უბრალოდ ვერ უძლებს და 25 სანტიმეტრიან თოვლში ყოველ ნაბიჯს ძლივს დგამს. იგი ეცემა სულიერად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ 200 იარდში, ანუ დაახლოებით 180 მეტრში არის თავშესაფარი. მეგობრები თხოვენ, რომ ძალიან თქო, ადიქი წამოდი, მივალ თავშესაფრამდე, აქვე არის, აგერ ჩანს კიდეც. არა, არ შემიძლია სიარული, დაეჭიდებიან, ვერ დაძრავენ ადგილიდან და გადაწყვეტენ ორივე, რომ მივიდნენ თავშესაფარში, იქ ვინმე იქნება, წამოიყვანონ და უკვე ერთობლივი ძალებით ეს ბიჭი მიიყვანონ თავშესაფარში და გადაარჩინონ. წავლენ, მალევე უკან დაბრუნდებიან და ხედავენ, რომ ზურგჩანთა დატოვებულია, თვითონ მარკი კი არსად არის. მარკს მეხუთე დღეს სამაშველო ჯგუფი პოულობს ამ ადგილებიდან 8 კილომეტრის მოშორებით სრულიად მიუდგომელ ადგილებში. ხეობაში არის იგი ჩასული, მიყრნობილი არის კლდეს და გაღეღილი აქვს ტანსაცმელი და ასე არის გარდაცვლილი. ეს პარადოქსული გახდა ეწოდება, ასე როდესაც ჰიპოთერმია იწყება, ანუ გადაცივება ორგანიზმის, ადამიანი გძნობს, რომ შინიდან იწვის თითქოს და იწყებს გახდას და ამ დროს რა თქმა უნდა იუპება. როგორ მოხდა ადამიანი, რომელმაც 180 მეტრი ვერ გაიარა თოვლში, იმავე თოვლში 8 კილომეტრის მოშორებით. ზურგჩანთის გარეშე და გაღეღილმა. ეს არის დღემდე ამოუცნობი. თუ ველური ადამიანების ისტორია ზედმეტად ფანტასტიკურად ჟღერს, მაშინ მოდით ვისაუბროთ მათზე, ვინც ჩვეულებრივად გამოიყურება. მათზე, ვისაც შეიძლება ამ ბილიკებზე შეხვდეთ და წყალიც კი მიაწოდოთ, მაგრამ არ იცოდეთ, რომ სიკვდილს უყურებთ თვალებში. დავიწყოთ ვაპიტის თავშესაფრის აჩრდილიდან. არსებობს სახელი, რომელიც გამოცდილ რეინჯერებსაც კი სისხლს უყინავს. ეს არის რენდალ ლის სმიტი. ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ აპალაჩების ბილიკზე ბოროტება შეიძლება 10 წლეულების მანძილზე იცდიდეს. 1991 წლის მაისში ვირჯინიის მონაკვეთზე ვაპიტის თავშესაფარში რობერტ მაუნტფორდი და ლორა რამსეი აფარებენ თავს. მათ დაემგზავრებათ ხანში შესული კაცი, რენდალ ლის სმიტი, იგი გამოესაუბრება მათ, ერთად დალევენ, ერთად შეჭამენ, ხოლო როდესაც დავნელდება,
იგი ორივე მოგზაურს სიცოცხლეს გამოასალმებს. გოგონას გააუპატიურებს, ხოლო მამაკაცს მოკლავს, ხელს გამოჭრის. სმითს აკავებენ მალევე სხვათა შორის და მას მხოლოდ 15 წელს მიუჟჯიან. სმითი 15 წლის შემდეგ გამოდის, 2008 წელს უკვე საკმაოდ დაბერებული, კვლავ დაადგება ბილიქს. ზუსტად იმავე ადგილას, სადაც 1991 წელს მან ორი ადამიანის სიცოცხლეს გამოასალმა, იგი უმეგობრდება დროებით სკოტ ჯონსონს და შონ ფარმერს და ღამით მათ ცეცხლს გაუხსნის. საბედნიეროდ შონ ფარმერი გადარჩება, იგი გაიქცევა მიუხედავად იმისა, რომ ტყვია აქვს სხეულში და ჩააღწევს პოლიციის განყოფილებამდე. სმითს დაედევნებიან პოლიციელები, იგი მოახტება თავის მანქანას და მთელი სისწრაფით გააქანებს და დაახლოებით 200 მეტრში ხელს შეეჯახება და მანქანაში იღუპება. თუ ფიქრობთ, რომ მტაცებელი მხოლოდ ისაა, ვისაც ბასრი კლანჭები და სამთითა ნაკვალევი აქვს, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ აი შეხედეთ ამ მოხუცს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი 70 წლის მოლაშქრეა თავისი ძაღლით, რომელსაც სახელად დენდი ჰქვია. მაგრამ ეს მხოლოდ კამუფლაჟია. აპალაჩების ბილიქზე ყველაზე შაშიში ურჩხული ჩნდება. ეს გახლავთ გერი მაიკლ ჰილტონი. მისი პირველი მსხვერპლი გახლდათ 24 წლის მერედით ემერსონი. იგი თავს დაესხა გოგონას, გაკოჭა და თავის ტრაილერში წაიყვანა. აქ მას რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდა, ცდილობდა მისი საბანკო ანგარიშის და პინის გაგებას. გოგონამ უთხრა არასწორი პინი, რათა დრო მოეგო. ეს წავიდა, შეამოწმა რომ არ იყო მართალი ეს პინი და სამწუხაროდ მერედითმა ვერ მოასწრო აი ხნის განმავლობაში სანამ ეს კაცი ჭამია წასული იყო თავის დახსნა, დაბრუნდა ეს კვლელი და რა თქმა უნდა სასტიკად გაუსწორდა მსხვერპლს. 2007 წელს მან 80 წელს გადაცილებული ჯონ და ირენ ბრაიანტების მკვლელობა ჩაიდინა და 1 წლის თავზე მან ჩერილ დანლაპი 45 წლის ქალბატონი მოკლა, შემდეგ მისი სხეული დაანაწილა. ჰილტონი არ იყო გიჟი, იგი იყო კლასიკური სოციოპატი, რომელმაც იცოდა რომ აპალაჩების ბილიკი ეს არის 3500 კილომეტრიანი სიჩუმის ზონა. ჰილტონს უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ აგერ უკვე 17 წელია გასული, რაც იგი ზის ციხეში. შარშან მან მისცა პირველად დაარღვია დუმილი და მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ტელევიზიას. Serial killer? There are a dime a dozen. Psychopath? No, Sociopath? I have part of that in me. ჰილტონმა სხვათა შორის ამ ინტერვიუს დროს გაამხილა ვიდეო კასეტების სამალავიც. ეს მონსტრი თურმე აემკვლელობებს ვიდეოზეც იღებდა. იგი დღესაც ცოცხალია. ჯულიანა უილიამსის და ლოლი ვინანსის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გრძელვადიანი საიდუმლოა ალბათ შენანდოს ეროვნული პარკის ისტორიაში. მე ამდენ ეროვნულ პარკებს რო ვამბობ, საქმე იმაშია, რომ ამ ბილიქზე ბევრი ეროვნული პარკია პლუს. და ეროვნულ პარკებში მოგხსენება ტურიზმი დაშვებულია გარკვეულ ადგილებში. და სწორედ ეს შენანდოა გახლავთ ერთ-ერთი მონაკვეთი ეროვნული პარკის სახით ამ ბილიქზე. იგი არის დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართობის და წელიწადში მას 2 მილიონამდე სტუმარი სტუმრობს. პარკის ბილიკებიდან იშლება საოცარი ხედები, აქ 70 გადასახედია და რამდენიმე კარგად მოწყობილი თავშესაფარია. მაგრამ ამავე დროს ტურისტებს აფრთხილებენ, რომ აქ დიდი რაოდენობით არის შავი დათვი, ბარიბალი და უბრალოდ საჭმელი არ უნდა დატოვოთ გარეთ. და ეს პარკი სხვათა შორის ძალიან საინტერესო ადამიანით არის ცნობილი და მე არ შემიძლია მის შესახებ არ მოგიყვეთ, სანამ უშუალოდ იმ ფაქტზე გადავალთ. ეს არის როი კლივლენდ სალივანი, მაღალი, სიმპათიური, ჯანღონით სავსე მამაკაცი. იგი პარკში მუშაობას 1936 წელს იწყებს. იგი ძალიან კარგი რეინჯერია, მალე დააწინაურებენ და უცნაურობები 1942 წლიდან იწყება, როცა როის მოწმენდილი ციდან პირდაპირ გაგებით დაეცა მეხი და მარცხენა ფეხის წერა თითზე ფრჩხილი წააძრო. ვის არ მოსულია? მეხი ვის არ დაცემია, ფრჩხილი ვის არ მოძრობია, მეხის დაცემის შედეგად. ამის შემდეგ გადის 22 წელი. 1979 წელს
სალივანს კვლავ ეცემა მეხი, ამჯერად იგი წარბების და ულვაშების გარეშე რჩება. პლუს ცოტა ხნით გონებას კარგავს. გადის 1 წელი. როი საკუთარი სახლის ეზოში გამოდის და მას მეხი ეცემა. ხელი აქვს დაბუჯებული რამდენიმე დღის განმავლობაში. გადის 2 წელი. 1972 წელია სალივანი და მისი თანამშრომელი სატყეოს შენობიდან გამოდიან და რაღაცაზე საუბრობენ, გაგიკვირდებათ და სალივანს ეცემა მეხი. ის კაცი ძლივს გადარჩა. სალივანს თმაზე წაეკიდა ცეცხლი, ბოლომდე დაეწვა და ამის შემდეგ უკვე მას წესად აქვს, რომ თან დააქვს წყალი. თუ ესეთი რამ განმეორდა, დაისხამს თავზე და ჩააქრობს. დიდი დრო არ გასულა, 1973 წელია, აგვისტოში იგი მეტყევეების ღია მანქანით მოძრაობს თვითონ ზის საჭესთან. რა თქმა უნდა, ეცემა მეხი. მანქანა იწვება, სალივანს დაახლოებით 7 მეტრზე გადააგდებს მანქანიდან და ფეხს ადგენს. 1976 წლის აგვისტოში სალივანი კარავში წევს და კითხულობს და ეცემა მეხი. წიგნი იწვება, სალივანს მარჯვენა ფეხის წერაზე ძვრება ფრჩხილი. 77 წელს როის ათევზაოდ მიდის და მეხი ეცემა. პარალელურად ძვრება ბალანი ხელებზე და ფეხებზე და აღრაზრუს აღარ ამოსდის. სხვადასხვა ჩვენ გვეცინება, მაგრამ ადამიანი არის მეხამრიდი რა, ფაქტიურად და როდესაც მესამედ დაეცემა მეხი, უკვე ცდილობს რომ ადამიანებთან ღია ცის ქვეშ ვერ მოხვდეს, მაგრამ თანამშრომელთან მოუვიდა ესეთი იაღლიში. მაგრამ ბოლო იაღლიში მოუვიდა საკუთარ ცოლთან. ცოლი დაუძახებს რომ წვიმა დაიწყო და მოდი რა სარეცხის ჩამოხსნაში მომეხმარეო. იმან დაავიწყდება იმას მიცემული პირობა გავა და რომ გადის კიდევ კარგი ცოლის შორსაა ცოტა და გავა თუ არა რეკავს მეხი ეს უკვე მერვეჯერ. იგი გადარჩება რა თქმა უნდა და გამოთვლილი არის არ დაეზარათ გინესის წიგნის რეკორდებში შევიდა ეს კაცი და გამოთვლილია რომ 8ჯერ მეხის დაცემა ცოცხლად გადარჩენა არის შემთხვევითობის 1/3000-ზე მეშვიდე ხარისხში. ეს გახლავთ 24 ნულიანი ციფრი. აი 1-დან ამდენი ვარიანტი ქონდა სალივანს რომ 8ჯერ დაცემოდა მეხი და 8ჯერვე გადარჩენილიყო და ფაქტიურად არაფერი დამართოდა. ერთადერთი როგორც მისმა თანამშრომლებმა და ნაცნობებმა თქვეს, იგი სადღაც მეორე მესამე დარტყმის შემდეგ სექს მანქანად გადაიქცაო და კიდე სხვათა შორის იმ ცოლს რომელთანაც ერთად მეხმა დაარტყა, იმას გაცილდა და 26 წლით უმცროსი გოგო მოიყვანა ცოლად. 70 წლის იყო თვითონ. სხვათა შორის ამ ადამიანის ცხოვრება ძალიან უცნაურად დამთავრდა. აი ცოლის მოყვანიდან მეორე წელს იგი მეუღლე მიპოვა ლოგინში, მას ჰქონდა მუცელში ნასროლი თოფი. ვინ ესროლა, საწავიდა ეს თოფი, სად გაქრა, ვინ იყო მკვლელი, არავინ იცის. მე კი ეჭვი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც გაუნძიებლებს და იქაურ პოლიციას ამ ქალზე ეჭვი არ გაჩენიათ. ეს ისტორია რო არ მომეყოლა თქვენთვის არ შეიძლებოდა. თითქოს რაღაც ახალისო იყო, მაგრამ ისიც ხედავთ თქვენ როგორ ძიმედ დამთავრდა. და სწორედ როი სალივანის სამფლობელოში დატრიალდა აპალაჩების ბილიკის კიდევ ერთი ტრაგედია. 24 წლის ჯულიანა უილიამსი და 26 წლის ლოლი ვინანსი ბუნებაში ცხოვრებას კარგად მიჩვეულები არიან. ორივე ქალი ფლობს ბუნებაში თავის გადარჩენის ტექნიკას, სხვათა შორის ლოლი ამავე დროს ფლობს აღმოსავლურ ორთაბრძოლებს ძალიან კარგად, მაგრამ ეს მათ არ შველით. გოგონები 28 მაისს უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და ჯულის მამამ ატეხა განგაში 1 ივნისს რეინჯერებმა მათი კარვები იპოვეს და ერთ-ერთ კარავში ორივე გოგონა ხელგამოჭრილი. გადიოდა წლები, მკვლელის ვინაობა ვერავინ დაადგინა, მხოლოდ 2002 წელს ხელი დაადეს თითქოს ვინმე დარელ რასელს, რომელიც უკვე დაჭერილი იყო და საჯელს იხდიდა ქალებზე თავდასხმაზე, თავდასხმის გამო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის არ იყო მკვლელი და უკვე როცა ტექნოლოგიები დაიხვეწა 2025 წელს, ანუ შარშან დადგინდა, რომ გოგონების მკვლელი გახლდათ უოლტერ ჯექსონი, რომელიც ოჰაიო შტატში ცნობილი მოძალადე იყო და რომელიც 2018 წელს ციხეში გარდაიცვალა.
2019 წელს ვირჯინიის შტატის მონაკვეთზე მოლაშქრეებმა დაიწყეს საუბარი უცნაურ მამაკაცზე, რომელიც ბილიკზე ხალხს აშინებდა. მას თან ჰქონდა დიდი ზომის მაჩეტე, სამყაროს დასასრულით იმუქრებოდა და ამ მაჩეტეს უტრიალებდა ცხვირწინ. ეს გახლდათ ვინმე ჯეიმს ჯორდანი. ის არ მალავდა საკუთარ ვინაობას და საკმაოდ აგრესიული ტიპი იყო. მის და საუბედუროდ მას გადაეყარა ერაყის ომის ომგამოვლილი რონალდ სანჩესი, რომელიც ხოჭის ორჯერ იყო დაჭრილი ერაყში საბრძოლო ოპერაციების დროს და აქ გადიოდა, უნდა ბუნებაში რაღაცნაირად თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოესწორებინა და სწორედ ჯორდანს დაესხა თავს სანჩესი და დაუნდობლად აჩეხა. სანჩესთან ერთად იყო ქალი, რომელიც ასევე დაჭრა ჯორდანმა, მაგრამ ქალმა მოახერხა გაქცევა და დაუძახა პოლიციას და პოლიციამ დაიჭირა ჯორდანი. ჯორდანი ხილბილების წარმომადგენელი აღმოჩნდა, იგი პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული და იგი დღესაც ცოცხალია. კანზასელებმა 25 წლის ჯეფრი ჰუდმა და 25 წლის მოლი ლარიომ გადაწყვიტეს ბილიკის მთლიანად გავლა. მათ უკვე გავლილი აქვთ 1800 კილომეტრი, როდესაც პენსილვანიის შტატის მონაკვეთზე დასვენება გადაწყვიტეს და ტენდარას თავშესაფარში მათ დახვდათ ვინმე პოლ დევიდ კრიუსი, რომელიც მანამდე ფლორიდაში იყო ძებნილი ადამიანის მკვლელობის გამო. მან გოგონა მოკლა, ბიჭი 3 გასროლით მოკლა. მან მოკლულების ტანსაცმელი ჩაიცვა, მათი ბარგიბარხანა აიკიდა ზურგზე და როცა პოლიციამ დააკავა, აღმოჩნდა, რომ მას ხელში ის წიგნი ეკავა, რომელსაც ერთი დღით ადრე ჯეფრი კითხულობდა. კრიუს საჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ იგი 2022 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ამდენი საზარელი ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ ბილიკის შესახებ, ალბათ თქვენ იტყვით, რომ მას თოფის ნასროლზე არ უნდა გაეკავა. მაგრამ სტატისტიკა ულმობელი რამ არის? ბოლო 50 წლის განმავლობაში 3500 კილომეტრიან მონაკვეთზე დაფიქსირებული არის მხოლოდ და მხოლოდ 18 მკვლელობა. ამდენ ადამიანს ნიუ-იორკში, ჩიკაგოსში და სხვა დიდ ქალაქებში ალბათ დღეში კლავენ. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ადგება ბილიკს, თქვენ ტოვებთ ცივილიზაციას, თქვენ ტოვებთ ჩვეულ გარემოს, აქ არ არის ყოველფეხის ნაბიჯზე აფთიაქი ან საკვები რომ იყიდოთ ისეთი მაღაზია, ან ფეხსაცმელი რომ გაგიცვდეთ, შეხვიდეთ და გამოცვალოთ, იგი რა თქმა უნდა X-ფაქტორიანი ინციდენტები და missing 411 ყველა მოგზაურის თანმდევი რისკია და ეს რისკი შეიძლება იყოს 2-3 საათით რო გადიხარ ტყეში მაშინაც. იმიტომ რომ ტყე არ არის ჩვენთვის ჩვეული გარემო, ისე ვიმეორებ. ჩვენ ცივილიზაციას მიჩვეული ხალხი 4 ხეში შეიძლება დაიკარგო, როგორც ერთ-ერთი ანდაზა ამბობს. რომ არა თანამგზავრული სისტემები, რომ არა GPS სისტემები, იქ სადაც არ მუშაობს ჩვენი ტელეფონები, შეიძლება საერთოდ ვერ გამოვაგნოთ სახლამდე. ამ დროს გასასვლელი იყოს სადღაც 100 მეტრში. და ამიტომ, როდესაც თქვენ აი ესეთ ნაკლებს არისკო გასეირნებასაც კი გეგმავთ ტყეში, ყოველთვის